კისერი არის ჩვენი სხეულის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი და რატომ? თავის ტვინს სისხლი მიეწოდება 4 არტერია, რომელიც გადის კისრის მონაკვეთში. 2 ხერხემლის არტერია, რომელიც განთავსებულია კისრის მალებში და 2 საძილე არტერია, რომელიც განთავსებულია კისრის წინა ზედაპირზე. თუ კისრის მალები არის გადანაცვლებული, ანუ გამრუდებული, ეს ზღუდავს თავის ტვინისთვის სისხლის და შესაბამისად ჟანგბადის მიწოდებას, რაც შესაძლებელია გამოიხატებოდეს ძლიერი თავის ტკივილით და შაკიკით. თუ კისრის კუნთები დაძაბულია, ეს იწვევს ტკივილს და დისკომფორტს კისრის არეში და გადაცემით ტკივილს კეფის და თავის არეში. ყველაზე კრიტიკული და საყურადღებო მონაკვეთი არის კისრის პირველიდან მეორე მალის მონაკვეთი, სადაც ხერხემლის არტერია შედის თავის ტვინში. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში უნდა მოვაწესრიგოთ კისრის ეს მონაკვეთი, რაც შესაძლებელია კისრის პირველი მალის ატლასის კორექციის პროცედურით, ანუ შვეიცარიული მეთოდის ატლას პროფილაქს პროცედურის საშუალებით. ეს პროცედურა ხსნის კისრის ღრმა კუნთების ძლიერ სპაზმს და ფუნქციურ ბლოკს კეფა-ატლანტის სახსარში. აღადგენს სისხლის ნაკადის სიჩქარეს ხერხემლის არტერიებში, აუმჯობესებს თავის ტვინისთვის სისხლის მიწოდების ხარისხს, რაც დადებითად აისახება თავის ტვინის სისხლით მომარაგებაზე. შემდეგ უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მოხსნათ კისრის კუნთების დაძაბულობა, რისთვისაც ინიშნება სარეაბილიტაციო მასაჟის 10 დღიანი კურსი. მე ვარ ია გორგილაძე, შვეიცარიაში დიპლომირებული ერთადერთი ატლას სპეციალისტი საქართველოში. მე და ჩემი კოლეგები დავეხმარებთ ათასობით ადამიანს მსგავსი პრობლემების მოგვარებაში. გირჩევთ დროულად ჩაიტაროთ ატლას თერაპიის კურსი, რათა თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულებები.